გამარჯობადე. გამარჯობაში. დღეს მამას მივხვდებით გეთქვას გიო რომელსაც ძინავს. და დღეს ახაბედალინა მივხვდათ დაბადების დღეს. ხოდე. გუში ღამით მივუცეთ. ლიტამ წერილი დაიჭირეს და შეუტყნა და ისეთ საყვარელი კადრი იყო. ამას შეხედეთ. ესეთი ტექსტი ეწერა. მამიკო, მე და დედიკოს ყველაზე მეტად გვიყვარხარ. გილოცოთ აქ უწერია შენი ლიტა და ესე მაფინი ჩავაქრობინეს და დღეს დილითაც იგივე მაფინი უნდა ჩავაქრობინოთ. მოდი ვარ. დავით. მე და ბუთო გილოცოთ დაბადების დღეს. მადლობა ჯო. მიხარ ბედნიერი ჯანმრთელი ჩვენთან ერთად მთელი ცხოვრება. ძალიან გვიყვარს. ძალიან დინო. შეფიქრეს. ეს გუშინდელი მაფინია? კი. აი გუშინ ვარ შეჭამე, მაგრამ რო გეჭამე მე მეორეც მოვიტანე. მე თვითონ ხოდი. ბუთო. მივოძე მომკოი დაბადების დღეს. სულ ჩავიფიქრე გუშინ. ეხლა ორივე გისულ. გიოც. Thank you. მოდი მივოძეთ მამას დაბადების დღე, დედო. აი ლიტა მოვა. შენთან და მივიღოთ დაბადების დღეს. ბუთო. ედი. უნდა მობაჯბაჯ. ედი. მოდი. ბუთო. უნდა მომივიჩო мама. მადლობა ჩიმო. мама ჩიმო ბუხა. მადლობა. мама ჩიმო ბუთო. დღეს არის გიოს დაბადების დღე. მივიდივართ სასტუმროში ქალაქგარეთ. და მე მგონი ძალიან საინტერესო დღის ვლოგი გვექნება. გიოს დაბადების დღის ვლოგი ბოდიში. და არ უნდა დაგავიწყოთ რომ გამოგვიწეროთ. თქვენი აზრით რამდენი წლის გახდა ჩემი ქმარი? დაბერდა ხო? დაბერდი? მედი ამინდი შეგვიწყობს ხელს, თორე ძალიან კაი გეგმები გვაქვს. ხო, სასტუმროში გვაქვს პადელის მოედანით, აუზით, ძალიან ლამაზი გარემოც და რავი, ძალიან კაი რაღაცები იქნება, იმედი ამინდი იყოს. ხადე? გადიდა. მიყვავს ლიტაც მეგობრებო, პირველი გასვლა ესე. ხო და ძალიან კაი რა, ფოტოშოპში თამარ. კაი ფიქრო. ხო, ნუ ვიფიქრეთ, რომ გიოს დაბადების დღეზე გიოს პირველი დაბადების დღეა ლიტასთვის, იმიტომ რომ მამიკოს პირველი დაბადების დღეს ესწრება და ძალიან კაია რა. ავიღებთ ეტყს ყველაფერს და მოკლედ დაიწყო ჩვენი დღის ვლოგიც. წავედით ახლა გიორგის მოვართვათ საუზმე. ნუ მე რა ფიზკულტურის კვებაზე ვარ. ლიტა ყოველდღე ვიღებდეთ ვლოგს რა. ხო, აი ვითოს ვლოგიში მოგაქონე საუზმე. მაგრამ რადგან იუბილარი ვარ. ხარ ყველაფერს იცავ. ხავა, ეხლა გინდა თუ გზაში გავიაროთ. გზაში გავიაროთ, ხო? გზაში გავიაროთ, მაგრამ წავედით ახლა. საუზმე მარტივი ამბავია ჩემთვის, იმიტომ რომ ფიზკულტურას კვებაზე ვარ და ახლა გამზადებულია უკვე, მომიტანეს უკვე ყველაფერი. მარტო საუზმე კი არა, სადილიც, ვახშამიც, საერთოდ ყველაფერი. და წავედით. დავიწყოთ ჩვენი ვლოგიც. ძალიან ბედნიერი ვარ სხვათა შორის. აი თითქოს ჩემი დაბადების დღეა, ისე მიხარია. ეხლა უცებ რომ დაგაწიოთ ჩვენ გეგმებს. მოკლედ, ეხლა უნდა ვისაუზმოთ, მე ლიტა მოვაწესრიგო, ჩავლაგდეთ, რადგან ლიტა მიმყავს, რამდენი ბოდე უნდა წავიღო, რამდენი შარვალი ხო წარმოგიდგენით, იმიტომ რომ იქ ვერც გავრეცხა, ვერაფერი, ასე რომ ყველაფერზე უცებ წკაპ დაისვრის, ეგრევე უნდა გამოვუცვალო. მოკლედ ცოტა გრძელი დილა მელოდება, მაგრამ არაუშავს, სიმშვიდეს ვინარჩუნებ, წყნარდები, ყველაფერს შევძლებ. თან გიორგის არ ვუშლით ნერვებს, კიდე მთავარი ეგაა ხო? დაბადების დღე. წამოიღეთ ჩვენ ავდგეთ მამაკო და დედიკოს ხელი შეუშალოთ. წამოიდი. მუდიაკა. აბა. და დედიკო თუ არ გავაბრუნდეს მამაკო დიდი დაბანასია ისე. უკვე ამოვალაგე ჩვენი კაბებები.
ეს არის დღის განმავლობაში გიოს ყვება, ოღონდ დამეტებული აქვს აქ კიდე თავისი ნამცხვარი. და აქეთ ხარის არის ჩემი ყვება, ჩემი ნამცხვარი და ეს საუზმეები. ჩემი ყვება, აქალი. ახლა დღევანდელი საუზმე რა გვაქვს გიო? ჩემი დესერტი შეიძლება რომ დღეს მაინც ვჭამო მე? ნუ ამბობ მაგას, შენ წოჭამო, სო არ გიჭამ. დესერტებს მიჭამს ხოლმე ხალხო. ჩემთვისაც ხო გვაქვს და ელენესთვისაც და ჩემსაც ელენეს. ნახე რომ მაგალითად გვაქვს ავოკადოთი. აი ჩვენი დილა ესე გემრიელად იწყება და მე გაგრძელდება. ვაუ, მშვენიერია. ეგ ჩემია? კი, ორივე ერთნაირი. Thank you. მეც ბედნიერი ვარ, ქმარიც ბედნიერი მყავს და მთელი დღე საჭმელებიც მაქვს. წვენიც კი არ ავიწყებთ ხალხო, წვენიც კი გვაქვს. დავიწყეთ. იქ საღამოს ჩვენი მეგობრები ჩამოვლენ და საღამოს გვექნება ცოტა ისეთი აღნიშნასავით დაბადების დღეს და მთელი დღე ნუ ჩვენ ერთად ვიქნებით. ეხლა ჩავლაგდეთ ნელ-ნელა, გავამზადოთ პირველ რიგში ლიტა, დავბანოთ, მე ჩავალაგოთ პარკი, მე ჩვენ მოწასიგეთ, მე ლიტა კიდე დავბანოთ და მე წავიდეთ. გზაში გავიაროთ ტორტზე და ყავაზე. დავიდეთ. ამდენი ხანია ვლაგდებით და ჯერ ვერ ჩავლაგდით ბოლომდე. ჩემდანი ბავშვი და ჩემი მზად არის, აქეთ გიო ჩავლაგდა და დავიდით. და ლიტა მივაძინეთ აქ. კი, შო, აი ამას ჩავდი. აი ხო, ძინერი უნდა ჩავიყვანო და წავიდით. გიორგი ჩავიდა, რაღაც ბარგი უნდა ჩაიტანა ერთ ჩასვლაზე, მერე მეორე ჩასვლაზე და მესამე ჩასვლაზე რო ამოვიდა. ანუ უკვე რომ უნდა ჩავსულიყავით, ესე ვერ წავალ, უნდა გადავიღოთ. ახლა ველოდები როდის გადაიღებს. მინდა აღიაროთ რა ნერვები მაქვს. ეხლა არის პირველ საკლე 15 და ვერ გავედით სახლიდან 9-დან ვემზადებით. გზიდან დაგიბრუნდებით. მიმბონი მართლა ჯობია. ჩავბარგდით. აქეთ გიო, ეს მანქანა დედამ გვათხოვა, იმიტომ რომ ჩვენ აღარ ვყავს დროებით უმანქანოდ ვართ. და არ ვიცი, უკვე ძალიან მოგუშალა ნერვები, სანამ ჩავბარგდით და ჩავჯექით და არა ვიკავებთ თავს, არ ვჩხუბობთ, ვცდილობთ. გიო, კიდე გილოცავ დაბადების დღეს. მალოჯავ. იტყვეთ გილოცავს მამკო დაბადების დღეს. მილოჯე მომას. კუკუნიები იქნა. წინჯდომა მენატრება. ეხლა უნდა გავიაროთ ტორტზე. აი, შეუბატარა, მოდი მოვიდეთ ხასიათზე, მოიწიეთ თქვენ. მოიწიეთ მოიმე, შეხედეთ უბრალოდ რა საყვარელია. ვინმეს ესეთი წყნარი ბავშვი გყავთ? ლიტა, შენაირი მეორე წყნარი არსებობს ვინმე? ვიყიდეთ ახლა ტორტი. ლიტამ კუყუნები იქნა და გამოვიცვალეთ შუა პავლოვზე, შუა პეკინზე უბრალოდ. არ ვიცი, წავიდით. როგორ მიყვარს ეს გზა, როცა ვიცი რომ ქალაქიდან უნდა გავიდე. ძალიან სასიამოვნოა, რომ უკვე თითქმის მალე გახვალ. დრაივზე გავარ და გვავიწყოს, კაი? ხო, კი, აი თითქოს მოვიდეთ. ეს ჩემი ბუთხუს უნდა მიიძინა. დაიძინა გოგო. რძით გინდა თუ რძის გარეშე? რძით. არ ჩავიჭერი და ბარემ არა ორცხობილას წამოგვიდი. მოიმე. აი, ცივილატე? ხო, ცივი გინდა. კი, რა კაი ბიჭი ხარ? აუ, ძალიან საყვარელი გოგო იყო, კონსულტანტი ლიტა როგორ არისო მოიკითხა და მართლა. ძალიან საყვარელი ოჯახის ქართო გადმოქცა. მირე საყვარელი ხარ. ეხლა კი ნამდვილად წაბედით. წოდე ამბობდა რომ
სასაშინელება და მენატრევა ჩემი ლექსუსიო. ხო და მაგიტო გეუბნები რომ შემდეგ მაგთან ვიფიქროთ ისევ ლექსუსი ოღონდ ან IS-ი თუ სედანი გვინდა ან RX-ი თუ ჯიპი გვინდა. ან მაგას მაგრამ მე ხო ჯიპი მინდა ცა. ხო და აი ვიფიქროთ მაშინ RX აი NX-ი ხა შერაცმოს ელენეს მოდოს NX-ი რა და ხო ახლა ეხა არც ჯიპია და არც სედანია აი არ მევასწრებ ეს NX-ი. ზიარი არა ეხა ხო უფრო აფასებ ჩემ ლექსუსს ხა. მე ყოველთვის ვაფასებ. არა ეხა უფრო არ აფასებ. ეხლა უფრო რა და იმის Toyota-ზე ვზივარ. ხო. ბიჭო გააჩნია რა მანდაც პროგრამის რა ვიცი. მართლა გეუბნებით რომ შემომეჭამება ეს ბავშვი. მე არ ვიცი დამიჭერენ ხო? იქ რა შევჭამო დამიჭერე? მართლა შევჭამენ, აღარ არის ნერვები. იმ დღეს უჭირავს ეს ელიტა ხელში ითამაშება კოცნის და ზუსტად აი ესე მართლა სერიოზული სახით გამომხედა და ესე მეუბნება. აი ხლა ვინმე გამომართვის ბავშვი, თორე მართლა რაღაცას დაუშავებ, აი მართლა შემეშინდა უცებ, მეთქი მართლა რამე არ უკრავს. აი, აღიარებ რომ ხანდახან ბოროტული ფიქრები მაქვს, რომ მართლა მოაჭამო ის ბარკალი. რაღაცა რა გავაკეთო, აი. ვიყავებ ხოლმე თავს მართლა, აი, შემოტევები მაქვს რა. ვეღარ უძლებ. აი. ზამის უფრო გავს შენი აზრით, მოდი ხალხს ავწყვეტოთ. არა, თან გამოგვიწერეთ კიდე სულ მოვიწყდება რომ გითხრათ და ეხლა თან გვიპასუხეთ ვის უფრო გავს აბა? შენი აზრით? ჩემი აზრით? აი შენი რა აქვს იტას? ეს რო ჩამოვიყვე ხო? ტუჩები? და სხვა შეს უზომოდ მინდოდა რომ მე იცი რას მე იცი ვაფშე რას ვფიქრობ? რომ წვირის ქვემოთ მე მგავს ეგ ბავშვი და წვირის ზემოთ შენ. მართლა ეგრე მგონია, აი თვალები ლოყები ჩემია. ლოყები ყველა ბავშვს დიდი აქვს, ჯერ ვერ იტყვე, რო გაიდეო. არა, ლოყები ეგრევა ვერ შედი იქნება. მე დიდი ლოყები. კიჯონ პატარა, შენ გაგუსაყვალეს ლოყები. ანუ აი რო ვიცინე ზევით ამდის რა და ამასაც ეგრე აქ რო იცინე. მე მგონი ხამარა ვიცით შენ დიდი ლოყები ქონდა. ბაიმე მე თქვენგან ახებთ გიორგი რამსისქე იყო, აი უეჭველი ჩავსო აქ ფოტოებს. ანუ ტანკი შენ რო ლიტაზე რო ბუთქუჩა არა, ლიტა გამხდარია ხო? მე ლიტაზე ბუთქუჩა ვიყავ. აუ, ხუდა ჩამეხვია რა. ჩერგალი. მოკლედ ველოდებით ხო თქვენ რას ფიქრობთ? ვის გაქვს ლიტა და მე დავთვალოთ ვოლთები გინდა? ეს ხო არის გიორგის დაბადების დღე, მე გიო კიდე რა დღეა დღეს? სამშაბათი ხო? ეგ 13-ში ჩემ დაბადების დღეზე 2 წლის წინ ელენე თხოვე ხელი. ეგ ძალიან გაიგო მქონდა, ვაღიარო ჩვენი ვარო. ისედაც ყველა დღე რაღაცის აღნიშნვა გვიწევს. სულ ელენეს დღეა, ხან ეს არის, რავი. გოგოები მაგქური განებიურებულები ხართ, ბიჭებისგან განსხვავებით აშკარად, სულ რაღაცის დღესასწაული გაქვთ. ხო და კიდე ერთი თარიღი რო არ დაემატოს მეთქი და 1000 დღეს 1001 აღსანიშნი ამბავი არ ქონდეს. ბარემ ჩემ დაბადების დღეზე ერთად თქონდა, აი. იცი რა შეგეშალა რა, მე ჩემ დღეზე უნდა დაგემთხვია რა. თორე ეს დღე ისედაც შენია და გამიყავი. ხვდები? მე ჩემო პატარა, აი მაგაში ჩანს ჩემი სულ გრძელობა და ჩემი შენ და მისი ყვარული ხედავ. ერთადერთი ჩემი დღე, ერთადერთი ისეც გაგიყავი, ხედავ. всё, მომდევნო ჩართვა გპირდებით იქნება ეგრევე შესასვლელში. დროებით. გაიხვიჭეთ, მოხედით. აი ამდენი სათამაშო ადგილი, აი მართლა მე ბავშვი მოყავს ვაფშე აი ამ სათამაშოებით ჯერ ვერ ერთობა, ვერ ხვდება. უნდა. და სადმე რომ ვიყო, ხომ შეხედე აი ერთი ბაჭია, მეორე დათვი. მაგრამ ეს არის ლიტას ყველაზე საყვარელი, ხა უთხარი რა. დასპის ორ ეს სათამაშო მეც ისე შემიყვარა, აი იმიტომ რომ მართლა გიждდება. თელი ცხოვრება უნდა შევუნახო ეგ. ალბათ მართლა უიჭველი შევინახავ მე. გონაგე რა საყვარელია. აუ, აქაც ჩაგისვათ ვიდეოს როგორ უცინის ამ სათამაშოს, აი ძალიან უყვარს. ტიმი ბუითხვია. მაგრამ კარგად მის რა. დღე. მოიმე, ჩემი იუბილარის სიყვარული. გილოცავ გედავადების დღეს. მე რამდენს უნდა მოვიდე. ანუ დღეს მთელი დღე ვულოცავთ გიორგის დაბადების დღეს. გილოცავ გედავადების დღეს. მეც გილოცავ ჩემ დაბადების დღეს.
TikTok-ი გადავიღოთ, რითიც. იმიტომ რომ ხალხმა არ იცის შენ დაბადების დღე რა და მინდა რომ უკვე გავაგებინო რომ მიიღო მოლოცვები. ხა და მალე უნდა გადავიღოთ რომ მოგილოცოთ. წამოვიდეს პირველი. წავედით, ჩქარა. ექტორტი მგონია რომ გადაგივარდება და გავგიჟდები. აი ესეთი გიჟი ქმარი ვინმეს ყავთ, აი როგორ ურისკავს უბრალოდ, რომ სადდებს. აჰა, ჩაპატარა, ფიათ რო იყო. წავედით. აი რა ლომას გარემოში მოვედით. გიჟდები მოკლედ მე ვილამოსავალზე, აი აქ ჩამოსვლა ყოველთვის, მაგრამ ვარ. ერთ-ერთი მიზეზი, ნუ ანუ ძალიან ბევრი მიზეზის გამო. გარემო, აუზი, სუფთავი. განსაკუთრებით ერთ-ერთი მიზეზი, რაც ძალიან მიყვარს ამათი არის ღვინო. იმიტომ რომ თავისი ვინახები აქვს, წარმოვიდგინეთ, თავისი ქვევრები აქვე, ანუ აყენებენ და რაღაცეები და ზოგადად აი ისეთი კაი ღვინოები აქვს თავისივე, რომ აი გიჟდები და კაი ღვინო მე ვაფშე მაგრამ მიყვარს. გამარჯობა. გილოცავ დაბადების დღეს. გავიგეთ. მომისმინე. ეს ნახეთ. ლიტასთვის კუბანი არ წარმოგიღია? აუ ძალიან მინდა რომ ჩავაჭმობალაო წყალში. და ისე შენ და ლიტა ხელს შემიშლით, ხوار წაიყვანდი ბავშვს და გაასერინებდი გარეთ. დიდი სიამოვნებით. და მე ამოვლაგდები. ოკეი. წახვალ? კი. წავედით ახლა ლიტასთან და გიოსთან. ლაიშები, დაბამანახ, გაიღვიძა? მერტლა. ვაიმე, რა მაგრასე ირნებს მამიკო. რა მაგრად. ვაჩვენოთ ახლა მაყურებელსაც. არა, გავაგებინოთ მაყურებელს, რომ დღეს შენი დაბადების დღეა. ეგ ერთი, მაგრამ თან ლაივ რეჟიმში როგორ ვიღებთ TikTok-ებს, ეგეც ვაჩვენოთ რა. აღონგია, როგორც გვჩვევია პირველივე დუბლში. პროფესიონალური. დავაი, ჩარტყი. ეხლა უკვე დაფუძნებულად ბევრი დიდი არ გვჭირდება. დავაი. ვემზადებით ახლა ძალიან მაგარი TikTok-ის გადასაღებად. ჟიური შეაფასოს ახლა, კაი ვიდეო გამოვიდა თუ არა. ცოტა მკაცრი ჟიური ყავს თან ელენე. ძალიან კაია. ეგ არის, კაც. შენდა. კიოთა. ოჩაგ მამუკო რა მაგრა იმსახიობეს ე? ეხლა ყველას ძალიან გთხოვთ მიულოცეთ გიორგის დაბადების დღე. ნუ ეს ვიდეო ცოტა გვიან დაიდება, მაგრამ არა უშავს. ჩემი ძალიან გვიან მოლოცვასაც მივიღებთ აუცილებლად. გილოცავ გია და კიდე იცი რა უნდა მომილოცოთ მე? 2 წელი. უი. 2 წლის ნიშნობა. ხო. დღეს მაგრამ მანქანაში ხო უცხაით ეგ უკვე მაყურებელს და იცის. იცი. ასე რომ ველოდები მეც მოლოცვებსაც და გიოც. კი ბატონო. ლოტოთილის ბუთი. ეს ნაკეცები დედა შენი მე დავითვალოთ ნაკეცები ხა. 1 2 3 აქალი კიდე 4 კიდე შადარი ნაკეცები შადალი კიდე ნაკეცები მამას მიულოცე დაბადების დღე აღუ უთხარი და აღუ Akan kasihan. Dia მინდა გეწყინა ხა? არა უშავს რა. ა ვიდეოში მე აუზეს ჩავალთ მეთქი პადელის თამაში მინდოდა ხო ხტები? ხა. რავი რაფერი ვერ ვქნა, ამიტომადიათ არ შეგვიწყო ხელი რა. სამწუხაროა, მაგრამ არა უშავს. არ გავიბრჭოთ ხასიათიგიო. ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს. მოდი ჩემთან ბույდო. მოდი კიდე ცოტა. მოდი მამიკო, ეხლა ვთქვათ, YouTube-ის მაყურებლებისთვის პირველად მამა. მიდიავა? მამა. მიდიავა თქვი? მამა? ამბობდი და მამა. ჩქარო ფაშა. ამბობ მამა. ერთხელ ვიწყლიდი ერთხელ ლიტას და
აი ესე ვდგავარ და ვუცვლი რაღაც ვაცმე და უცებ მამაო. თან იყვირა თან გახსოვს? იყვირა, თან კიდე კარგი გიორგის გვერდით მეთქვა რომ მომეყო ხო არ დაიჯერებდა. ხოდა ესე უსებ რო თქვა მამა გავჩერდი და ესე გავხედე გიორგის და გიორგი ამ დროს მპასუხობს სანამ მე ვიტყვი რამეს. შენც გაიგეო და ეს ორივემ გავიგეთ მართლა თქვა. მამაო როგორ თქვა იცი? ტირილით რა. მამა გამოიყვირა. გამოცვლის დროს ტირო და შეწუხებული იყო და უცებ იყვირა. ეხლა განახებთ როგორ იძინებს თავისი თლიდა. ანუ არ მიჯერებენ ხოლმე რომ ვამბობ თავისი იძინებს, მაგრამ ეხლა ნახეთ. ფაქტები. წყნარი და ბულკი ბავშვი. ეხლა ამასთან ერთად ყველგან არ უნდა წახვიდე. რა ნამუსით უნდა დაგვეტოვებინა ეხლა ის სახლში. ისეთი გემრიელია ხალხო, ანუ კვნესა ისმის მთელ მაგიდას. აი ნახეთ როგორი ვარდი მაჩუკა, ნახეთ. დღეს ხო ჩვენი ხელის თხოვნის წლის თავიც არის. ჩვენ დაბადების დღეზე თხოვე ხელი. კი ვარდით დავიმსახურე. აი ეს არის უგემრიელესი. ეს ლოყა უფრო გემრიელია ვიდრე ეს და აი ეს არის ყველაზე გემრიელი. შესული დაესწრაფა. დაბადების ხო? ხო შეიძლება ხოლმე ციმუში. ბუიჩა გუშ დაგვავიწყდა გადაღება ყველაფრის და არც არ გადამირია როგორ ამოვედით დავიცინე. არა მე პახმილიაზე არ ვარ არც დამილევია, მაგრამ რა აი დალეული ვიყავი, ანუ დამავიწყდა ყველაფერი გადამეღო. ეხლა დავუღვიძეთ. მიდალიტა ესე კარგად ვართ და აი გიორგი ჩაცმული რატო გველოდება და დგას ან როდის გაიღვიძა არავინ არ იცის. რა ხდება გიო? ისე არის. აბა. ჩემი აზრით ცასნობრივად მენიუში ჩიქრთვა და ხელი კაი. ხიკარი ჩიქრი. ვაუს იმასთვის დილით რა აღარი. ჩემი აზრით აი იქნება დაიმსახურებდნენ. მე უცე ვარსკვლავს მაგით რა. აჰა. გამარჯობა. უცებ რომ შევაჯამოთ, ძალიან კაი დღე იყო ჩემთვის გუშინაი ძალიან. ბავშვიც კარგად მოიქცა, ქმარიც კარგად მოიქცა. ეს ყვაყოფილი ვიყავ, მე და გიორგისაც არ გვიჩხუბია. ხო მიშლი ხოლმე ნერვებს. გუში არ მიშლიდე. ეხა ალბათ წუთებს ითვლი, როდის აბგებით. ხო და რა არის უკვე 10 საათი. კაი. აუ ადი გოგოი ადი გოგოი ადი მოკლედ გუშინეცხო დაგვაუწყდა გადაღება იმიტომ რომ ესეთი გემრიელი რაღაცები მოიტანეს ჭამა რო დავიწყეთ კამერა ვიღას ახსოვდა და დღეს დილით ზუსტად იგივე დაგვემართა აი უკვე ყავაზე ვარ გადასული და მე გამოსცემდა რომ ჩემო გადამეღო გემშვიდობებით გემრიელ ნოტაზე იმედია მოგეწონებათ ჩვენი დღის ვლოგი და ჩვენი გიორგის დაბადების დღის ვლოგი იმედია კარგი გამოგვივიდა ძალიან დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის თითოეულ თქვენგანს ვინც კომენტარით მესიჯით ნებისმიერ საერთო მოლოცეთ უდიდესი მადლობა ყველას ხო და გამოგვიწერეთ თქვენი აკი გამოიწერეთ აუცილებლად აი იქნება გიორგისთვის მოლოცვა ხო მოლოცვა და საჩუქარი ზუსტად მადლობა დიდი კარგი